მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სიქას ორგანიზებით პროგრამის მომავლის თაობა პირველი პროგრამული წლის მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში სიქას აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული აქტივობებისა და მოღვაწეობის შესახებ. პრეზენტაცია წარადგინეს ქვემო ქართლის აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრებმაც და სტუმრებს თავიანთი საქმიანობა და განხორციელებული საგრანტო პროექტები გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი სკოლები გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. Კონკრეტულად გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის 19 პარტნიორი სკოლა წარმოადგენს იმ ინიციატივებს და პროექტებს, რომელიც განახორციელეს ამ პროექტის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით და პროგრამა მხარდაჭერილია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ. რაც შეეხება იმ აქტივობებს, რომელსაც დღეს მოსწავლეები წარმოადგენენ, თავად არის ძალიან საინტერესო ინიციატივები. ეს ინიციატივები ეხება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას, სკოლის მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, სკოლის ტერიტორიაზე წყლის სისტემის შეკეთებას, ნაგვის ურნების განთავსებას მათ თემში, ასევე სპეციალური მარშრუტის დანიშვნას, სპეციალური ტრანსპორტის დანიშვნას სოფელსა და რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან სოფელსა და ქალაქს. ეს არის ყველა ის ქმედება და ყველა ინიციატივა, რომელიც მოსწავლეთა ძალისხმევით განხორციელდა. Სამოქალაქო განათლების პროგრამა მომავლის თაობა ქვემო ქართლში ხორციელდება 55 საჯარო სკოლასთან. დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ ბოლნისის, მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლაში პროგრამის მიმდინარეობა. ამ სკოლებიდან მინდა აღნიშნო, 19 სკოლიდან 18 სკოლა გახლავთ არაქართული სკოლა, ძირითადად აზერბაიჯანული სკოლა არის კიდევ ორი რუსული სკოლაც, რუსულ-ქართული. ეს არის მიმდინარე სასწავლო წლის ფარგლებში განმავლობაში პროგრამის მუშაობა. პროგრამა არის 3 წლიანი და კიდევ 2 წელი პროგრამა განხორციელდება ამ სკოლებში. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სკოლა ამ პროექტებში მონაწილეობს, სხვადასხვა აქტივობები განვახორციელეთ, რომლებიც წარმატებულად ჩაითვალა და სწორედ ამიტომ საჩუქრად კომპიუტერი გადმოგვცეს.